ესეც სანაპირო მოკლედ აქეთ ჩემს უკან არის მდიდრების დასახლება. მეგონა რომ აქ მაინც იქნებოდა რაღაც ისეთი განსაკუთრებული სახლები. ნუ ცუდი სახლები რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ აი ესენი აი უნდა წაიყვანონ ნამდვილ ევროპაში რა. აი გონიოში, სარფში და მიხვდებიან სად არის კარგი და ლამაზი სახლი. აი შედარებაც არ არის რა. აი მართლა გაოცებული ვარ რა. რა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დედას გებიცებით მართლა გაოცებული ვარ. სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობ რა. აი ეს არის მდიდრების დასახლება აქ, აი აქეთ რა. აი არაფერი ისეთი. აი არაფერი ისეთი. მაგრამ ზღვა რო გითხრათ სიმართლე, ნამდვილად ძალიან ლამაზი არის. დავამატებდი და დავძენდი. სარფში უკეთესი არის. ოღონდ მართლა, აი მართლა რა, რაღაც ისე ყეხარასავედ გამუნდის, მაგრამ ნამდვილად ეგრე არის და აი დავაფასოთ ჩვენი ქვეყანა რა. ჩვენი ქვეყანა არის უმდიდრესი. ყველაფერი გვაქვს აბსოლუტურად. აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს რა და ყველაფერი არის მაღალი ხარისხის. და ჩვენ არ ვაფასებთ ამ ყველაფერს. ელემენტარული აი საბერძნეთში ეხლა აი ათენში ვარ, დედაქალაქში წარმოიდგინეთ, ისეთი გზები არის, აი ჩემგან რავი აქ რო ვიარო ალბათ ერთი კვირა გამიძლებს რა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ტრასები გვაქვს, გზები გვაქვს. აი არ ვიცი რა. ის აქ საბერძნეთის დედაქალაქში არ არის. გულწრფელად გეუნებით რა, ნამდვილად ეგრე არის. და მიკვრის. ნუ არ შევადარებ გერმანიას, გერმანიაში ძალიან მაგარი გზები არის და გერმანია ძალიან მაგარი დასახლებული პუნქტი არის, სოფლების კი ისეთი მაგარი აქვს, რომ რავი, არც დაგვესიზმრება ალბათ, მაგრამ ჩვენი ქვეყანაც რაღაცეებში არ ჩამორჩება. დავაფასოთ ჩვენი ქვეყანა რა.